ჰო 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 მოგესალმება თქვენი ერთგული თოვლის პაპა. დღეს დადგა დრო რომ საჩუქრები დარიგდეს. აბა პირველი ვინ ყავს სიაში? ვაჰ, დემეტრე და საბა მდგარა მთელი წელი რიგში. აბა რა ხდება საბა და დემეტრე? მე სანტა კლაუსი, მოვედი პირდაპირ ცდილოპოლუსიდან. სადაც ჩემმა ელფებმა მითხრეს, რომ თქვენ მთელი წელი ძალიან კარგი ბავშვები იყავით. თქვენ სულ ერთიანად მუშაობდით, ეხმარებოდით ერთმანეთს და ბევრი კარგიც გააკეთეთ. საბა, მესმის როგორ გიყვარს თამაშები და შენი ფანტაზია საოცარია. დემეტრე, შენც ნამდვილი გულადი ხარ და ყოველთვის ცდილობ ყველაფერი სწორად გააკეთო. ახლა კიდევ ერთი პატარა თხოვნა მაქვს ჩემგან. დედა არ გააბრაზოთ, კარგი? ის ძალიან შრომობს თქვენთვის და თქვენც აუცილებლად უნდა დაუფასოთ. და კიდევ, არ იცელკოთ ზედმეტად, თორემ ისე ნამდვილად შეშაგისნავი ბიჭები ხართ და მე ძალიან ამაყი ვარ თქვენით. სიყვარული და თბილი ჩახუტებებით, სანტა კლაუსი. ჰო ჰო ჰო. აბა შემდეგი ვინ არის სიაში? შემდეგი მარიამ მოსეფაშვილი ყოფილა. ძვირფასო მარიამ, მე მივიღე შენი წერილი და კარგად გადავავლე თვალი მას. მაგრამ მგონი, ჯერ შენი წლოვანება არ შეესაბამება შენ საჩუქარს. ამიტომაც მოვიფიქრე, რომ 100 ჯერ უკეთეს საჩუქარი გაჩუქო. ამ საჩუქარს ნახავ ნაძვის ხის ქვეშ ახალ წელს. წელს კარგად იქცეოდი მარიამ, კარგად სწავლობდი, ხანდახან დედასაც უჯერებდი, მაგრამ მაინც მეტია შენგან საჭირო. შენ ხომ თვით ოსეფაშვილების გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი ხარ მარიამ. თავი ხელში აიყვანე და შემდეგში აღარ მომიტანოს ელფმა ამბავი, რომ დედას ძმასთან და საბრაზებ ან უმიზეზოდ ტირი ხარ. დამდეგ ახალ წელს გილოცავ მარიამ. ჰო ჰო ჰო. აბა შემდეგი ვნახოთ სიაში. შემდეგი არის აი აქ ყოფილა. შორს არ მომიწია წასვლა, რადგან ამ საყვარელი სახელის დანახვამ სიყვარული სულ წამებში ამავსო. სესილი, შენ ძალიან კარგად იქცეოდი წელს და მართლაც რომ გეკუთვნის კარგი საჩუქარი. ელფებმა მიამბეს თუ როგორ ეხუტებოდი ხოლმე დას, ძმას და დედას, რითაც აფრქვევდი სიყვარულს. მაგრამ შენც ქონდა ერთი-ორი ცუდი ქცევა, რომლის გამოსწორებაც შემდეგ წელსში უნდა მოახერხო. იქიდან დავიწყოთ, რომ შემდეგი წლიდან უკვე დიდი გოგო იქნები და მოგიწევს დედას გარაშე ჭამა, ბანაობა და ტანსაცმლის ჩაცმა. იმედია მზად ხარ ამისთვის, პატარა სესილი. ჰო ჰო ჰო. მაგრამ წელს შენ ძალიან კარგად მოიქეცი, რისთვისაც მადლობას გიხდის და გეხუტება შენი თოვლის პაპა და დაძლევს საჩუქარს, რომელიც ახალ წელს ნაძვის ხის ქვეშ დაგხვდება. ჰო ჰო ჰო. ვინარიო შემდეგი? ოჰ, ეს ვინები ყოფილან? ფიქრიაო? ზაზაო? აბა ჯერ კიდევ როდის ვაძლევი საჩუქარს? ვახ, ეს ხომ ამ ოქროს ბავშვების მშობლები არიან. ჰო ჰო ჰო. თქვენთვის მეგობრებო, სანტას ვადა გაუვიდა, მაგრამ იცოდეთ, რომ ვენარიანი საჩუქარი ვერ შეედრება ტკბილ ოჯახსა და სიყვარულს. მშობლებო, გილოცავთ ახალ წელს. თქვენც გაქვთ გამოსასწორებული რაღაცეები, როგორიცაა ყვირილი და ბილსიტყვაობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სანტას იმედებს არ გაუსწრებთ და შემდეგ წელს გამოასწორებთ ამავე ჩვევებსაც. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს კეთილო მშობლებო და ბავშვებო, ახლა კი ჩემი წასვლის დროა, თორემ ვეღარ მოვასწრებ ყველა საჩუქრის დარიგებას მშვიდობით. ჰო ჰო ჰო. ბატონო სანტა, თურმე ზაზა ამერიკაში ხვდება ახალ წელს, კერძოდ ნიუ-იორკში. რაო? ნიუ-იორკიო? ჰო ჰო ჰო. ეს ხომ თლაც საოცრებაა. ნიუ-იორკში დაახლოებით 7 საათში უნდა მივასწრო მისვლა, ამიტომაც მიწევს რომ დაგემშვიდობოთ, თორემ ბატონი ზაზა უსაჩუქროდ დამრჩება. ჰო ჰო ჰო.